1921 წელს რომ მოვიდნენ კომუნისტები, დაიპყრეს ჩვენი წინაპრები. ზოგი დახოცეს, ზოგი გაიქცა, წაართვეს ქონებები, მერე წაართვეს შვილები, ტრადიციული აღზრდის ნაცვლად აღზარდეს საბჭოთა სკოლებში. დამოზარდეს ის საბჭოთა თაობა, რომელიც 37 მანეთით დაფრინავდა სადღაც. მე არ ვერჩი ამ თაობას თავისი პრობლემები აქვს. მე ყველაზე საცოდავი თაობა მგონია სინამდვილეში. ჩვენი მშობლების და ბებია ბაბუების თაობა. საცოდავი მგაგებით, რომ როგორ გითხრათ, აი დააშინეს, კოლბაში აღზარდეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ აზრზე არ მოსულიყვნენ. და პირიქით, გამოიყენეს საკუთარი შვილების და შვილიშვილების წინააღმდეგ საბრძოლა. დღესაც საკუთარ შვილებს და შვილიშვილებს ებრძვიან. აი ქოცები ხო სინამდვილეში ამაზე დგანან. აი საკუთარ შვილებზე და შვილიშვილებზე მებრძოლ თაობაზე დგანან. აი ამ იდიოტური პროპაგანდით გამოუტენეს ამ ხალხს ტვინი, თითქოს 60-იან წლებში კარგად ცხოვრობდა ხალხი და ასე შემდეგ. მე კომუნისტური რეპრესიის ხეპრის ოჯახში ვარ გაზრდილი. და მე ზუსტად ვიცი ამ ბოროტების შინაარსი რა ბოროტებას კომუნისტებმა მოაწყვეს და ამ ბოროტებათა შორის ყველაზე დიდი ბოროტება ბაბუაჩემის გადასახლება არ იყო. ყველაზე დიდი ბოროტება იყო ისეთი ადამიანების გამოზრდა, რომელსაც ეს ყველაფერი კარგი ეგონა და რომელიც დღემდე თავის შვილებს და შვილიშვილებს ზრდის ამ კომუნისტური მორალით. ეს იყო ჩემი აზრით ყველაზე დიდი ბოროტება, რაც მოგვიტანა კომუნიზმმა და ამიტომ გვჭირდება 40 წელი, ამიტომ წერია ბიბლიაში რომ მოსემ 40 წელი ატარა ხალხი იმ ადგილას, სადაც 2-3 თვე საკმარისი იყო გასავლელად. თაობის ცვლილება ამიტომ იყო მნიშვნელოვანი. თაობის ცვლილებაში მას კი არ გულისხმობ, რომ ყველა უნდა დაიხოცოს. არამედ თაობის ცვლილებაში მას გულისხმობ, რომ ის აზრი, ის ტრენდი, რომელიც მონობაში თავს მოგახვიეს, თავისუფლებაში დაბადებულმა ადამიანებმა უნდა შეცვალონ. იმიტომ რომ მონობაში დაბადებული ადამიანებში მხოლოდ გამონაკლისს შეუძლია ამის შეცვლა. აი მოსე გამონაკლისია. მე შემიძლია გეფეროთ, გითხრათ რომ ამაგრები ხართ, ქართული ხალხი არის ყველაზე ბრძენი, ყველაზე ჭკვიანი, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას ღებულობს, არასდროს შეცდომას არ უშვებს. ჩვენი წინაპრები იყვნენ ყველაზე მაგრები სამყაროში. მაშინ რატო ვართ ყველაზე ღარიბები? აი თუ ყველაფერს კარგად ვაკეთებდით, თუ ყველაზე ჭკვიანები ვიყავით, თუ ჩვენი წინაპრები ყველაზე მაგრები იყვნენ, რატო ვართ ყველაზე ღარიბები? ხო და ჩვენ არ გვინდა არც ჩვენი წინაპრების კარგის დანახვა, არც მათი ცუდის და შეცდომების დანახვა. ჩვენ გვინდა რომ ჩვენ წინაპრებზე სადღეგრძელოები ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ მარტო ეს იყო კომუნისტების დროს დასაშვები და ჩვენც ეგ შეგვჭა.